ერთი შეხედვითვე ძნელია ვერ შეამჩნიო. გიგანტური ნიშნული, რომელიც სტუმრებს ტრამპის მაღლობებში, ანუ ებრაულად რამად ტრამპში მიესალმება. საზოგადოებას დონალდ ტრამპის სახელი 2019 წელს დაარქვეს, მას შემდეგ რაც მან აღიარა ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე. დღეს კი აქ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ ისინი უფრო მეტად საზოგადოების შექმნაზე არიან კონცენტრირებულნი ვიდრე პოლიტიკაზე. დანიელ ბიბერი ოჯახთან ერთად აქ 2021 წელს გადავიდა. ის და მისი ცოლი ადგილის სახელის გამო არ ეძებდნენ საცხოვრებელს. ისინი ეძებდნენ ადგილს, სადაც ოჯახს გაზრდიდნენ. ჩვენ ვეძებდით ადგილს, რომელიც მხოლოდ ერთი ტიპის ადამიანებისთვის არ იქნებოდა, არამედ შერეული საზოგადოება იქნებოდა, სადაც იქნებოდნენ როგორც რელიგიური, ისე სეკულარული ადამიანები. რადგან ჩვენ წყვილი ვართ სხვადასხვა წარმომავლობისგან, ეს შესაძლებლობა გაჩნდა და ჩვენაც გამოვიყენეთ იგი. დღეს ტრამპის მაღლობებში ცხოვრობს 27 ოჯახი, მათ შორის 85 ბავშვი. ბევრი ოჯახი აქ ისრაელის სხვა ადგილებიდან იგივე მიზეზით გადმოვიდა. სიმშვიდე, ღია სივრცეები და შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი ააშენონ. ერან ბენ შაბატი, რომელიც ბელგიიდანაა წარმოშობით, 5 წლის წინ დატოვა სანაპირო ქალაქი აშდოდი. მისი ვაჟი გახდა პირველი ბავშვი, რომელსაც ახალ საზოგადოებაში წინადაცვეთის ცერემონია ჩაუტარდა. და სულ ახლახან ოჯახმა ადგილობრივ სინაგოგაში თავისი პირველი ბარ-მიცვა აღნიშნა. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ჩემი შვილები აქ ისეთ რაღაცეებს განიცდიან, რასაც ცენტრალურ ისრაელში ვერასდროს განიცდიდნენ. თავისუფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. ეს აშდოდში არ მოხდებოდა. როდესაც ჰეზბოლა და ირანი ისრაელისკენ რაკეტებს უშვებდნენ, აქ მცხოვრებლებმა თვეები გაატარეს სირენებსა და გაურკვევლობაში. აქ არსებული ზოგიერთი თავდაპირველი შენობა ახალ დანიშნულებას იძენს. ერთ-ერთი ახლა თემის სინაგოგად გამოიყენება. სხვა კი ბიბლიოთეკად და სათემო ცენტრად გადაიქცა. ომის დროს მაცხოვრებლებმა ერთ-ერთი შენობა სარდლობის ცენტრადაც გადააკეთეს. ეს ჩვენი შტაბია, ჩვენი სარდლობის ცენტრი. ბრძოლების დროს აქ უკავშირდებოდით ოპერატიულ ცენტრს და ჩვენი საზოგადოების საგანგებო რეაგირების ჯგუფის მუშაობას უწევდით კოორდინაციას. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით არის საზოგადოების ყველაზე დიდი საჯარო თავშესაფარი. ის მთლიანად მიწისქვეშა სართულზეა აშენებული და აღჭურვილია საკვებით, წყლითა და სხვა საგასაგანგებო მარაგებით. საზოგადოებაში ასევე არის პატარა თავშესაფრებიც და ყველა ახალ დროებით საცხოვრებელს საკუთარი დაცული ოთახი აქვს. საბრძოლო მოქმედებებმა ყოველდღიური ცხოვრება ბევრად უფრო გაართულა. მოსახლეობას აღარ შეეძლო ახლომდებარე ქირიათ შმონაში წასვლა საყიდლებზე და აუცილებელი სერვისებისთვის, რის გამოც იძულებულნი იყვნენ უფრო სამხრეთით გაეგრძელებინათ გზა. მაშინაც კი, როცა დონალდ ტრამპმა ლიბანთან და ირანთან ზავის შეთანხმებები დადო, ბევრი ამბობს, რომ მაინც ფრთხილად არიან. არ ვიცი, თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ თუ არა. გონია რომ ბოლო 3 წელმა გვასწავლა ყოველთვის ძალიან უნდობლები ვიყოთ და არ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ვფიქრობ კი, ჩვენი მდგომარეობა უკეთესია ვიდრე ადრე იყო. თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობ, მაგრამ ყოველთვის ვიცი რომ ეს შეიძლება ერთ წუთში შეიცვალოს. არა, გულწრფელად რო თქვა, თავის უსაფრთხოდ არ გრძნობ. საბოლოოდ, ჩვენ ერთგვარ ძილში ვართ. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება სინამდვილეში. არ ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის გამოსავალი. ამ გაურკვევლობის მიუხედავად არც ერთი ოჯახი არ აპირებს წასვლას. მშენებლობა უკვე დაწყებულია თემის პირველ მუდმივ უბანში, სადაც დაახლოებით 100 ოჯახისთვის საკმარისი სახლები იქნება. გრძელვადიანი ხედვაა, რომ ტრამპის მაღლობიდები დაახლოებით 400-მდე გაიზარდოს. თემის სახელი კვლავ იზიდავს ცნობის მოყვარე სტუმრებს. დანიელი ამბობს, რომ ამერიკელი ტურისტები ხშირად ჩერდებიან შესასვლელთან, იღებენ ფოტოს და ეკითხებიან, უკავშირდება თუ არა დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ ამ თემს. რას ეკითხებიან ისინი? ეკითხებიან, უკავშირდება თუ არა ტრამპი რაიმე ფორმით ამ ადგილს, ან ვიღებთ თუ არა მისგან ფულს. კარგი. არა, არ ვირთვით. ის ამბობს, რომ ასეთი საუბრები ადრე ბევრად უფრო ხშირი იყო. სახელის გარდა მგონია იქ მთავრდება ყველაფერი, სახელი და ნიშანი. და თუ ბრმავ ხარ, ვერც გაიგებ, რომ ამ ადგილს სახელში ტრამპი აქვს. თავდაპირველად ეს სასაცილო იყო, სალაპარაკო თემა იყო, სასაცილოდაც გვეჩვენებოდა, მაგრამ ეხლა უკვე მივეჩვიეთ. დონალდ ტრამპის სახელმა შეიძლება მათი საზოგადოება ცნობადი გახადა, მაგრამ დღესდღეობით მისი მცხოვრებლები ბევრად უფრო მეტად არიან დაკავებულები შვილების აღზრდით, ახალი სახლების აშენებით და იმედოვნებენ, რომ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვართან არსებული სიმშვიდე დიდხანს გაგრძელდება. Yulia Pobegayilova, I24 News English. Trump Heights, Israeli.